ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ადვოკატებმა გაასაჩივრეს. იურისტები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკოსის მიმართ ტერორიზმის მუხლით დაწყებული გამოძიება აბსურდულია და ის შურისძიებასა და დევნას ემსახურება. ელისაშვილს 13 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მის წინააღმდეგ თავდაპირველად საქმე სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით აღიძრა. პაპუაშვილისა და ქართული ოსნების სხვა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების შემდეგ კი პროკურატურამ კვალიფიკაცია შეცვალა და პოლიტიკოსი უკვე ტერორისტული აქტის მცდელობისთვის გაასამართლეს. სწორედ აქ ხედავენ ადვოკატები საქმის პოლიტიკურ კონტექსტს. მის წინააღმდეგ არაერთი მუხლითაა საქმე აღძრული. ძლიერი საქართველოს ლიდერს სასამართლოს უპატივცემულობასაც ედავებიან. პროცესი დღეს გაიმართება. პროკურატურა ელისაშვილს იმოწმე პოლიციელი შეურაცხყოფას ედავება, რომელიც პოლიტიკოსმა წამებაში სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ამხილა. თემას ჩემი კოლეგა დეა ბაძაღუა აშუქებს, ის ახლა ფორმულას ეთერს შემოუერთდა. დეა, გისმენთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ სულ ცოტა ხნის წინ ალეკო ელისაშვილის ადვოკატებმა გაასაჩივრეს 10 ივლისის პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 13 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატების განმარტებით მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პირდაპირ შეასრულა ოცნების პოლიტიკური დაკვეთა, რადგან სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იყო ელისაშვილის ამ მუხლით გასამართლება, რადგან საქმეში არ იდო ბრალის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება. შეგახსენებთ იმას, რომ სასამართლოს კანცელარიის დაწვის საქმეზე თავდაპირველად გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა ოცნების ლიდერების განცხადებების შემდეგ ბრალი ტერორიზმის მუხლით გადაკვალიფიცირდა. სარჩელის მიღების შემდეგ ამ საქმის განხილვა უკვე სააპელაციო სასამართლოში დაიწყება. სააპელაციო ინსტანციაში და შემდგომ ინსტანციებში გვაქვს იმედი, რომ ის არალოგიკური განაჩენი, რომელიც გამოიტანა პირველი ინსტანციის სასამართლომ, გაუქმდება და შეიძლება შეუძლებელია ორი ბოთლი ბენზინით იმ აპოკალიფტური შედეგების გამოწვევა, რის გამოც ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსანდრე ელისაშვილს 13 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ეს საქმე არის ნათელი დასტური იმის და ასევე სხვა შემდგომი აქტივობები სამართალდამცავი ორგანოების მიერ, რომ ალექსანდრე ელისაშვილი იდევნება თავისი ოპოზიციური პოლიტიკური შეხედულებების გამო, არის პირადი შურისძიების მსხვერპლი და ფაქტიურად ხდება რუსული განაჩენის აღსრულება უკრაინის სასარგებლოდ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის. რეალურად ჩვენ ამ განაჩენში ვასაჩივრებთ თითქმის ყველა პუნქტს, ვინაიდან არ არის არც ერთი პუნქტი დასაბუთებული, არ არის არც ერთი პუნქტი კანონთან შესაბამისობაში და მოგეხსენებათ, რომ ზოგადად კვალიფიკაციის ნაწილიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც არის დაფუძნებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან, ვინაიდან პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდგომ პროკურატურამ შეცვალა კვალიფიკაცია და ამას დაეთანხმა პროკურორი, ანუ არათუ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არათუ საქმეში არსებული ვთქვათ მოწმეთა ჩვენებებიდან, მტკიცებულებებიდან გამომდინარე იმშელა სასამართლომ, არამედ რა თქმა უნდა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და კვალიფიკაცია სხვისი ნივთის დაზიანება შეცვალა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობად. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალს, ამჯერად პროკურატურა ოპოზიციონერ პოლიტიკოს სასამართლოს შეურაცხყოფას ედავება. ადვოკატების ინფორმაციით გამოძიების ინიციატორიც და მოწმეც ეგრეთ წოდებული ტერორიზმის საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილია. ადვოკატების განმარტებითვე ალეკო ელისაშვილს ბრალი პოლიციელის შოთა ჭიპაშვილის მიმართ ნათქვამის სიტყვის არაკაცის გამო წარუდგინეს, რომელიც იყო მოწმე. ამ საქმეზე ხდომა საქალაქო სასამართლოში 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზით დაიდო, მაგრამ როგორც ადვოკატები ამბობენ, მათ აცნობეს, რომ პროცესი ნამდვილად დღეს ჩატარდება. მაღალი ინტერესი არსებობს იმისა, თუ რა სიტყვის 13 წლიან პატიმრობაში გაშვებული პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი. ადვოკატების თქმით, ქართული ოცნება ახალ-ახალი დანაშაულის გამოგონებით ცდილობს პოლიტიკოსისთვის მისჯილი 13 წლიანი მსჯავრის გამართლებას, რადგან მისგან ტერორისტის ხატის შექმნა არაერთი მცდელობის მიუხედავად საზოგადოებაში ვერ შეძლეს. შეგახსენებთ იმას, რომ ალეკო ელისაშვილი ნოემბრის ბოლოს დააკავეს და მას შემდეგ მას ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, როგორც სატელეფონო, ასევე ვიზიტებით შეზღუდული აქვს. ის ყველაზე მკაცრი ტიპის დაწესებულებაშია მოთავსებული და მას როგორც იცით, ასევე ედავებიან ტერორიზმის მეორე ეპიზოდსაც. საუბარია 2025 წლის მაისში სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე, რომელზე გამოძიებაც დაწყებული იყო სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით, თუმცა ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც საქმე ალეკო ელისაშვილს დაუკავშირეს, ბრალი გადააკვალიფიცირეს კვლავ ტერორიზმის მუხლად. ახლა ის კვლავ ტერორიზმის მუხლით არის ბრალდებული. ამ საქმეზე პროცესები დაპაუზებულია, მთავარი მტკიცებულებად საქმეში პროკურატურას ოდოროლოგიური დასკვნა აქვს წარმოდგენილი, რაც ძაღლის მიერ სუნის ნიმუშის აღებას ნიშნავს. ვიდეო მტკიცებულებაში კი ადამიანის იდენტიფიცირება შეუძლებელია. ადვოკატები ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებს სამართლებრივ აბსურდად და პოლიტიკურ შურისძიებად აფასებენ.